ჩვენ ახლა ვიმყოფებით კროკოს ოფისში, სადაც კროკოს სკვადის წევრები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ვირტუალურ ბოლაში. სიმულაცია არის მათთან სტუმრად მოსული თავისი სიმულატორებით და გატესტავენ კროკოს სკვადის წევრები ერთმანეთში თუ რომელი უფრო სწრაფია. ნახოთ ვინ რა ხდება გამარჯვებული და ძალიან საინტერესო პრიზები აქვს სხვადასხვა საინტერესო პრიზებს შორის, მათ შორის არის ბუდუს მაისური, რომელსაც ახლა ვეცდები რომ ჩუმად ავიღო და წავიღო აქედან ისე რომ ვერავინ ვერ დაინახსვენი. ეგრეა. ეს ის მაისურია, რომელიც კროკოსგან წამოვიღეთ და მოვიპარეთ. დიდი მადლობა კროკოს იმისთვის, რომ განმოგცა ბუდუს მიერ ხელმოწერილი ჰაიდენჰაიმის მაისური. თქვენ კი შანსი გექნებათ, რომ ერთად თქვენგან შეხვდეს საჩუქრად ეს მაისური. ამისთვის საჭირო არის, რომ ჩვენს ვიდეოზე დააკომენტაროთ, ჩვენ რენდომაიზერით გამარჯვებულს გამოვავლენთ და გადავცემთ ბუდუს მიერ ხელმოწერილ არაჩვეულებრივ მაისურს. წარმატებები. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ქარდაკის ახალ ეპიზოდს. ძალიან მოგეწონათ ქალაქში სიარულის ვიდეო თბილისში. და ამჯერად ჩვენ უკვე ვიმყოფებით ძალიან ლამაზ ბათუმში და ნახავთ თუ როგორ მეზრობენ ბათუმში ავტომობილები. სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, ხოლმე გეხმოწერეთ ხალხი არა ხართ. ახლა გამოიწერეთ თავხო და ვისაც გიყვართ ავტოსპორტი, დრიფტი და ექსტრემალური მართვა ავტომობილის, გეძლევათ აუცილებლად შანსი რომ 20-ს გამოწერთ როგორც გზავალ, თავარჩევთ სამ გამოწერს და შევასწავლეთ დრიფტს. ახლა მე უკვე შეგვიძლია დავადგეთ გზას ბათუმისას. ქალაქს დავათვალიერებთ, როგორ მოძრაობენ, ქუჩებში რა ხდება, რამდენად მოწესრიგებული არის მოძრაობის წესები და საღამოს უკვე ნახავთ გიჟმგზოლებს, რომლებიც სრიალებენ, გაზაობენ და ასე შემდეგ. დღე იკრიბებიან, ნახოთ. შაბათ-კვირას უფრო განსაკუთრებით და დღეს შაბათია და იმედი მაქვს რომ საინტერესო ავტომობილებს ნახავთ საღამოს ექშენში. როგორც ამბობენ, ბათუმში უნდა მოვიდე, რომ მანქანაზე შეიძლება ზევიდანაც დაგეცეს. ამიტომ პანორამა რომ სამხარს ძალიან კარგია, იმიტომ რომ გავაკონტროლებ მაგამ ბოლოს. ხო და ამ ეს რო გავიგე, ესე იგი უნდა მოვალოდეთ, რომ რაღაცა ძალიან ისეთი რაღაცები იქნება. შემთხვევები, кейსები და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესო მასალა გვაქვს. და შვედი რომ ნახოთ. ისე რას ვაკვირდები, იცი რაც თავდივართ, რომ მოძრაობის ესები მაინც კარგად ყველამარიც. მაინც კარგად? თუ საერთოდ ზოგადად საერთოდ ნახე მაგარები როგორ აყენე ეს თბილისში მაგარი დატოვა უეჭველი წაყვანილია სხვათა შორის არც გზები არ არის ბათუმში კარგი ნუ თბილისში ხო კატასტროფა გზებია აი ბათუმში ძალიან ცუდი გზებია ბათუმში ძალიან ცუდი გზები მოკლედ საქართველოში კარგი გზები არ გვაქვს რა ალბათ რეგიონებში უფრო კარგი გზები ხო ბანები სხვადასხვის ნორმალურია რა ბანი ნორმალურია მართლა ნორმალური კარგი შეიძლება ვერ თქვა ძალიან მაგარია მაგრამ ნორმალური ბანები გვაქვს მაგრამ არა წადი სხვათა შორის ის არის რა ქვია აი ბატონო არ შეიძლება მსგავსი რამე სხვათა შორის ეხლა ძალიან წვიმიანი პერიოდები რომ იყო ხალხი წერდა რომ ბანზე იყო ძალიან დიდი გუბეები და ეგ არის საშინელება ეხლა იმ სიჩქარით რომ მოძრაობს მანქანა ძალიან ცუდ შედეგამდე მიგიყვანს ეგ უბეროდ დაგხვდება არ არის სახმარო საქმე მოკლედ რა მანქანას არ შეხვდება ბათუმში აგერ ჰამერი დგას ხაში საერთოდ რამდენი რა მაგარი რაღაცა უკეთია ნახე ეს ვის ბაძავს ეს არის პიკაჩუ პიკაჩუ ყავს პიკაჩუ მაგარია რა მაგარია ეს რა არის შუაში ანაშენ რას ფიქრობ ეს ბოძი? აინცადა? ალბათ სარეკლამო ის იყო ბანერი და მე კარმა ჩამოაგდო რა ეგეთი, აი როგორც აღარ არის. შეიძლება და დარჩა ეს ბოძი ძეგლად. დარჩა მხოლოდ ეგ. და ეს როგორი ბოძი იქნება, იცი? და აი ბოძთან მოტრიალდი რა. და ყველამ რო იცის რომელ ბოძთან უნდა მოტრიალდი. ხო, აი ესეთი იყო უეჭველი და ძალიან მაგარი მშენებლობები ის ბათუმში, აი ყველგან კორპუსი შენდება. და არ ვიცი. აი ნახე ჩესტავი როგორ არის ამოძებული ახლა დაბალი მაგნეტროლი იყო. უშველი წამოვიდა. ძალიან დიდი მშენებლობებია მართლა და რანაირად უნდა დაიდიოს ამდენი ადამიანი? არ ვიცი. ადამიანის მანქანა, უფრო საინტერესოა. იცი რა არის? სავარაუდოდ უფრო გათვლილია ეგ ტურისტულ საკითხზე და ახლა ტურისტები რო ჩამოდიან ზერთად ივანტის იყო მანქანა არ არის ხო? მაგრამ ეს არის რა ქვია. ალბათ მაინც ძალიან რთული იქნება რა. ეხლა უკვე რთულია ბათუმში გადაადგილება და ძალიან დატვირთული გახდა და საკმაოდ ბევრი მოსახლეა. არა, ძალიან გამოცოცხლებული არის ბათუმი. არ ვიცი ეხლა ეს უკრაინელების და რუსების ჩამოსვლა გამოიწვიოს თუ არა, მაგრამ მანქანების მოძრაობითაც და ხალხის რაოდენობითაც თბილისს არანაირად არ ჩამოუვარდება.
იმდენად, ესე ვთქვათ, ბევრი ავტომობილი და ხალხი მოძრაობს ქალაქში. სხვათა შორის თბილისში უფრო არ არის ესეთი ქაოსური მოძრაობა, როგორც ბათუმში. ხო, იმიტომ რომ აქ რასაც ვაკვირდები, გზები არის ნაკლებად მოწყობილი ინფრასტრუქტურულად. ხო, განლაგება არის ისეთი პარკინგები, ხო, ძალიან სუდად არის რა. ანუ ყველა უბანი ASC-ში შედის. ASC შედის ერთმანეთში და ანუ ძალიან ქაოსური მოძრაობა არის რა. რამბარა ჩვენ მუსიკალურ მანქანა ყოლეს. რომელიც რაღაც საფრთხის შემთხვევაში ხმოვანი სიგნალი გადაყობინებს რომ გამოფხიზლდიო, მაგრამ ეგეთი საფრთხეც არ არის ამის ერთ. ანუ რანაირი მოძრაობა ვერ ხდება აქედან ჩამოვიდა მაგალითად არანაირი რეგულირება არ არის. აი აქ მოსატრიალებელია ცალკე და ძალიან კომფორტულად მომტრიალები, ხა ისე რომ არავის არ შემოწუხებ. ესე ჩვენი რო მომტრიალები. წავედით. ჯერ ვერ აღვიქვი რა, ძალიან ქაოსურია, მაინც ჩემთვის ჯერ ყველაფერი. ნახე მაგამ როგორ განა. ახასულიც არ არის პარკი. არა. ბანოში პარკირება არ გაქვთ ხო? ანუ საერთოდ არ არის. არა, რეალურად განიერი გზებია, უბრალოდ არ ჩანს რომ განიერი გზებია, იმიტომ რომ ყველგან მანქანები აღარ. ანუ გასაგებია რა, იმდენი მანქანა რომ ვერ ეტევიან ფიზიკურად საწავლიდან. პარკინგები საერთოდ არ არის ქალაქში. ხო, აი ამ პარკინგებში ისინი ხო სადმე ჩახვიდე რაღაც 2 სართულიანი, 3 სართულიანი პარკინგი რო იყოს როგორც ევროპაშია, მსგავსი პარკინგები ზოგადად საქართველოში საერთოდ არ შენდება რა. წითელი არის, მაგრამ ამ ემელს ადამიანს არ აინტერესებს. იქ არის დექაზე ვითო, მაგრამ იქ წვანა რო იქნება როგორ მიხდება. არა, აი ეს просто აქ არაჯარიმებსა და უეჭველი მაგითო გააჭრა. ხილავი ზებრა. საშლილი. ჭისთავები რა თქმა უნდა ტრადიციული პრობლემა. მთელი საქართველოს. საქართველოს და ჭარი, აი არ ვიცი. ჭისთავი. მოდიფინ შემდეგ საჯვარდით, სადაც თავარ გზაზე ჩვენ ვართ, მაგრამ ჩვენ გარდა ყველა მოძრაობს. ამან არც გამოიხედა ისე გამოვიდა. კი, გამოიხედა, მაგრამ დაგვიკიდა? გაზაობები წავიდა, აბა. ეს Mercedes-ი 63-ში დამდგარ არ არის. იუყოდა მის არ ვერ გამოიყურება. შენ თუ ინტრიგანი არ ხარ აგინა? ადამიანმა დააწერა MJ, რატო ხარ ინტრიგანი? ეს ზოლი მარცხნივ მიდის, ხო? იქეთ უნდა დავუგეთ. მაცდას. მაგრამ ეჭვი მოქრა სადაც გინდა იქ შეგიძლია წახალი. არა მარტო ვართან ჩვენს ვიტყობთ თითქოს ყველა. ხო გითხარი. არა, ესე წავიდა რა. ეს კამერა გამოსმარცხნივ არ ქონდა და მაინც შევიდა. ეს არ აინტერესებს სწორად. რა მაგარი ხალხი. ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ შუქნიშნები დავიკიდოთ რა. დავიკიდოთ. როგორც ხვდები, მე ბათუმში ეგ არის მიღებული რა. ჩვენ დავდივართ არასწორად. ხო, ჩვენ ვაფერხებთ მოძრაობას. მოდიშით ბათუმელებო. სპეციალ გადასვლას არ აპირებთ, რომ მე უნდა გავიღოთ. არა, ეხლა გადაირბინა გზაზე. მართლა. აღარ იმენა გადაირბინა. შუქნიშანი მქონია, გვიან დავინახე. სხვადასხვა ძალიან უყვართ მანქანებს ბათუმში დავუვირდი სიგნალები. ან გუშინ ტიპმა იმენა. გუშინ რაღაც პრიუსით იყოდები და თან ეყენა რაღაც aftermarket სიგნალია, ძალიან დიდი ხმა ჰქონდა. და აი რა ვიცი, რას ფეხით ვიყავით. ანუ მანქანით არ ვიყავით, ფეხით ვიდექით ქუჩაში და იმ 100 მეტრის რადიუსში სადაც ეს მოძრაობდა, იმდენჯერ გამოიყენა. შეგვაწუხა რა. არა და მიდიოდა, ხელზე არ იდა. ანუ წრე დაარტყა რა იმ მონაკოც და აი წრეს ურტყავდა, როგორ იცი, ხო მიდის მარცხენა ზოლში და მარჯვენა ზოლში თავისით მიდის მანქანა. მაინც აფრთხილებს რა. დუმ, ანუ ხელი ეკიდა საჭაზე ერთი და მეორე სიგნალზე. მე თან ვიღაცებს ესალმებოდა, თან მანქანა რამდენჯერაც შეხვდა, იმჯერ დაასიგნალა. ანუ ეგეთ ადამიანებს გონია რომ აი აღქმის უნარი არა აქვთ, რა ხდება. საერთოდ. დავიმტვერეთ ოპელი. სწორად დავშერდინე და არსად არ არის დახაზულის დექხაზე. ჩინურია? ჩინურია. ოპელი ჩინეთ. აია ჩინეთია. დისკები არ ვარ. ბენზინია თუ ელექტროა. ხო. და რამდენს გეია ერთი მით? 500. არ ვახლა. მაგარი 2 საათი თუ 5 საათი რამდენი უნდა დაკენო? 40 წუთი.
აი, 40 წუთში და მე 500 კილომეტრი მაგისტრინი რაღაცა. დავედი. ნელა. აი, ეს საყვარელი იყო, ნელა. საყვარელი. ძალიან ბევრი გზაჯვარედინებია რა. და ამ ბევრი გზაჯვარედინებზე ძალიან არეულად მოძრაობა. შესაძლოა ბევრი გზაა და კაია. ცუდი არა. კი, არა, კაია. უბრალოდ მოციქულობაში შეიძლება დახაზვა და გამახვა სწორად. დაალაგება ჭირდება მაგ სისტემას. გზა რასოს ნახრა. რაღაც ეს ყოლა ალბათ, ხო? ეს არის ტროტუარი გაკეთებული. აშკარად სკვერის მაგვარი ალბათ. ობლად არის ტროტუარი მარტო. აუ, აი მანქანაზე მინდოდა მე თქვა, ნახე მაგნუმი ანა გახსოვს როგორ უნებოდი. აგერო დღეს. აუ, როგორ მომწონს იცი ეს მანქანა, აი ძალიან მომწონს რა. აკრატი. ამ ხელა ის გინახავს რომელიმე. რაცა მოყარა სახალი ბოტები დაახია და ფიქრობ კიდე რა წაართვაო. ბოს, გადაშორის ნიკამ და ახალი ვიდეო ვისაც აგინახავ გადაგიკობურად. როგორ მომბლა. საინტერესო ვიდეოა. თელი თაგვადასავლები. და მიხალისეთ. მაგრადი ხალისეს, აი ამოტრიალებისას ისე რომ გადააქნიეს და სახით რომ იხოხიალეს მაგრადი ხალისეს. გადაშორის ანაზიარ და არავინ არ მოვაკითხა. ერთ ადამიანმა გუშველა ბაგით დაგვიბუქსირა, თორე გზად რა იყო, თორე მე მივდიოდი იმ გზაზე, კატასტროფა გზაზე, იმდეიდე ჩემი ჰიუნდაი i-X-ზე. ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც წავედი მათ საშუალად. მაგრამ მე რო ვიყავი, თორე მარტო მიგანო ყოფილიყო ვერ დამხედოთ. აღმოსვით დაცხებადას. გამოვედით რაღაც ქუჩაზე. არ ვიცი ეს ქუჩა. მაგრამ ხიდი ნიშნავს რომ მოვხდებით ისევ ცენტრში. აღარ ვინ როგორ უხავს აქ საერთოდ. მეც ისე გამოვედი რომ მოიცადე. არ ვიცი. ხიდზე უნდა გადავსულიყო. ხიდზე რა. თუ სად ვარ? კარგი. ხილად მოსპეტელი ადამიანი. კარგი. ეს ორმხრივია. ხდება სად ვარ? რა გიზე ვარ? საინტერესოა. მე მარჯვენა ვარ და სხვა დავერგე. პოლიციელებს ხონარი მანქანები ყავთ. იბრიდები. მიდი ზმაო გამოყვები ვარ აპრობ. მიდი შენე მოყვები. ხიდზე უნდა გადავსულიყავთ. ხიდი სად მიგიყვანდა? არ ვიცი, მაგრამ ხიდი ზოგადად ხო იქ თემა არის, უნდა გადახვიდე რა. სადღაც მიხვიდე რა. შრომქნა ხიდი, ეს ხიდი ვაფშე არ მახსოვს. ბელუქსი. იქეთ არის თბილისისა, ბათუმის შემოსასვლელი. კითხა ხიზე უნდა გადასულიყავით. ეს არ გადავალ. ვერ. კითხარ გადადიხიზა. კარგი ჯერებს რა. ხიდი არის მაგისთვის, ყოველთვის თუ დააკვირდებით. ხიდის არაშეფრა უნდა გადახვიდე. ხო, გზა რო გერევა, ანუ და არ გადადიხარ ხიდზე. ხო, გავახსენა ამერიკული ფილმები. ხო, მაგალითად გადასაგან. გზაზე ხიდი რო შეგხვდება და არ იცი რაღაცა და არ გადადიხარ ხიდზე, ყოველთვის მე ეგრე აღმოჩნდება, რომ ხიდზე უნდა გადასულიყავ. ო, არის მაგაში რაღაც ლოგიკა. ეგრეა გეუბნები, მატრიცას აქვს ბანდ ბაგი. მიხდი? ეგ ბაგი არ გაუსწორებია ჯერ არავის. ეს სამკუთხედი ალბათ უკუღანა ეკიდოს დაუთხრე ნიშანი, ხო? იმიტომ რომ ეს ნიშანი არ ვიცი რა ნიშნავს. რაღაცა მიმაიმუნა. ვერ მოვატყუებ რა ნიშნავს არ ვიცი. ეგ გადავიდეთ ხიდზე. და სადღაც მოხდებით რა. არცად საერთოდ ზოლი არ არის, ნახაზი არ არის. არაფერი არ არის. რის იმედზეც შეიძლება რომ რამე იხელმძღვანელო. ამ დროზე ალბათ იყო, მაგრამ დაიშალა. ეძე გვაქვს სუდი გზა. იმედია მოსადრია არ მოსადრია. ჩემი აზრით ბათუმი არის ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქი ევროპაში. დაფრთხე. ძალიან ბევრი მხრივ, მაგალითად. ისე მართლა ყოველფერია ტურისტი. ტერიტორიულად მოვიღოთ, რეალურად ტურისტულად არის ძალიან საინტერესო იმ მხრივ, რომ აქვს ზღვა და აქვს მთა. ანუ შეგიძლია ორივე ადამიანს, აი წყვილი თუ არის მაგალითად ვიღაც ევროპელი წვილი, რომელსაც ერთ ზღვა უყვარს, მეორე მთა უყვარს, აი მოგზაურობაში შეიძლება რომ აქ მართლა ზღვაში იბანაო, დაისვენო, გაირუჯო და მერე ანუ თუ მანქანას იქირავებ ისეთ რომ რაღაცა ახვიდე მაღლა მაღალმთიან აჭარაში და ულამაზესი ადგილები ნახ. კიდე რაც ის არის მნიშვნელოვანი აღმშენებლობა არის. ძალიან ლამაზი არის მithmedes ეს ახლად გაკეთებული რაღაც
რაღაცეები, ძოლბათუმსაც თავისი ხიბლი აქვს რა. კი, ჯერ არ არის მოწესრიგებული რაღაცეები, მაგრამ ეს სტილი რა. მოწესრიგებულია ძალიან კარგად. არა, ახლა დანგრეულია ბევრი რაღაცა რა, მაგას ვარემონტებთ. ხო, ეს ნაწილი აქეთ ახლა რაც არის, აქეთ ხარ ძალიან ლამაზი. ეხლა სადაც ვიყავით ჩვენ მოსკოვის ხო. ანუ აი მოწესრიგდება და ხო რა, ანუ ძალიან ლამაზია მოკლედ ყველაფერი. მე კიდე სკროლით რომ მოძრაობდით რეალურად გულ არ შეი. რაც ევროპაში მოსწონს ხალხს ის არის ზუსტად რომ გარემოვეჭრებიან, გამოსულებიან, დაჭრილ ხილს ყიდიან, ფერად რაღაცეებს ყიდიან, ჩანთებს, აქსესუარებს. ანუ რეალურად ჩვენ ქართველები ვერ აღვქვამთ, თორე რაც ევროპაში გვიზიდავს ის ურბანული რაღაცეები, ხო ხვდები? რაღაცა იტალიას რო აქვს მაგალითად აი ძალიან ფერადი რაღაცა პატარა მაღაზიები და ესეთი რაღაცები, ეგეთებიც არის აქ. შეიძლება ხე იმდენაზე დახვეწილი ვარ არის როგორც იქ, იმიტომ იმათ უკვე დიდი ხანია რაც კულტურა აქვს, ტურიზმსაც თავისი კულტურა აქვს რა. და იმათ უკვე დიდი ხანია აქვს ტურისტული კულტურა აქვს, მაგრამ აქაც მაგრა დაიხვეწება რა. ნახე რა ლამაზი შენობები, ესეც საჩხლების ალბანი შენობა თუნდაც აი სასტუმრო საათი რო აქვს. ძალიან მაგარია, ძალიან ლამაზია. მოვედით ახლა ისევ ჭოროხზე აღმოჩნდით. სადაც ხალხი იკრიბება ნელ-ნელა. ვიღაცები გვესრიალებენ. და ჩვენს გამოვისერინეთ, ნახოთ რა სიტუაცია. მაგრამ ბევრი მანქანა. თან მოდიან. ვიღაცები არა და 11-ის ნახევარი. თბილისში აქტიური, ბათუმი აღმოჩნდა. ხო, მაგრამ სასრიალო ადგილი აქვს თბილისში, არ არის მსგავსი ადგილი რა, ვერც თბილისში შეიძლება. იდეაში ესაც არის სასრიალო ადგილი გზა არის მანქანები მოძრაობა. არავინ არ აწუხებს. აქ. როგორც ჩანს. ნახოთ. That's დასდოსილი ხარ ბიჭო, ორშეთი ხარ, დასდოსილი რა ხდება?
ვიღაც უკეთესად. აი პუშკინის ქუჩა, ბაგრატიონზე, აი მე გადასაღები, ბაგრატიონზე არის ტექნიკები, მაღაზია. და ეგრევე გამოდიან ბიძა მიყიდა რაღაცა და გამოდის პირდაპირ არ უყურებს მარცხნივ მარჯვნივ. გერმანიაში ეს მანქანა ეღირება ალბათ 1.80 მილიონს რა ან ვედი რა აი შუაში ბარი არა აქვს ეს არის არ უნდა ქონდეს ხო? ანუ წონა არის მოკლებული ანუ ბევრ რამეში რეალურად მანახე მანქანას სიგუა მოკლებული საჭია გამოგდავაში ფეჩი არა მისალა მანქანა კლიმატ კონტროლი ჩემი თვალებული ხო აი სორი მანქანა კარექცია ორიენტირებული